მე ვარ ლაშა ქამადაძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. ფეხბურთზე ჯერ არ დავდივარ, მაგრამ ვაპირებ შესვლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. ადრე მომწონდა დაცვაში თამაში, ახლა კი მომწონს მეკარეობა. ყველაზე კარგად შემიძლია ჯარიმების აღება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კვარაცხელია და საყვარელი გუნდია PSG. მეკარეებიდან ყველაზე მეტად მომწონს ბუფონი. კი ვარ მეკარე, მაგრამ მიყვარს გოლების გატანაც. ჩემ კარიერაში მაქვს გატანილი 80-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ერთი მოწინააღმდეგე მოვატყვე, მეორე მოწინააღმდეგე მოვატყვე და შორიდან გავიტანე ცხრიანში გოლი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს სისწრაფე. მე რო ახლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო თბილისში. შემდეგ გადავიდოდი რეალ მადრიდში, მერე ნაპოლში და შემდეგ PSG-ში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშობდი 22 ნომრით. მე გადაწყვეტილი მაქვს გავხდე ცნობილი მეკარე. ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ვიმუშავებ ბუღალტერად. ჩემი მამიდაშვილი ლევან ქობულაძე არის კარგი ბუღალტერი, ამიტომ მეც მომინდა ბუღალტრობა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ხალხი. ჩემი აზრით ყველაზე აუცილებელი პროფესიაა ჯარისკაცობა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია თაზო თაფლაძე, ყველაზე ჭკვიანია მართა მახარა, ყველაზე მშვიდია სოსო კამაშიძე, ყველაზე ბედნიერი მგონია სანდრო კორძაია. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ყველაზე მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ანნა კვაჭაძე, იმიტომ ის ლამაზია და მეგობრული. და თვი, ძალიან გამიხარდებოდა ანა მასწავლებელი, რომ ყოფილიყო ჩემი დეიდა. ჩემი სკოლის დირექტორს შორიდან ვიცოდო და მინდა რომ ახლოდან გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყოდი, რომ ყველაზე კარგი ბიჭი სკოლაში მე ვარ. კლასელებს რომ არ ეწყინოთ, ვეტყოდი, რომ ჩემი კლასი არის საუკეთესო. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, ბუფეტში კომბოებს დავამატებდი და ფრიზ. კიდევ 20 წუთი გავზდიდი დასვენებებს. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, რადგან ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი და და ბები. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ლიზა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, პრანჭია, ნერვების მომშლელი და ბუტია. ნერვებს ნიშლის მაშინ, როცა სურვილს არ უსრულებ. ჩემი აზრით ლიზა რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიყვარი ჩემსავით სიმპათიური, ჭკვიანი, მამაცი და უშიშარი. ყველაზე უფრო მინდა მამიკოს დავემსგავსო უშიშრობ. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, მოხერხებული და კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. კარგი ნიზლავზე შემიძლია შევჭამო 20 საათი ხინკალი. ვარ სიმპათიური ბიჭი და დამსახურებულად ყავს ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, მიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ ანასტასიას, გიოს და ალექსანდრეს. ჩემს ცოლს დავარქმევ მარიამს. კითხვა მიყვარს თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. საყვარელი ანიმეა ნარუტო. უკვე 5 წელია მინდა ვიყო ნარუტო. სადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბოროტებას გავაქროვდი დედამიწაზე. ჩემი აზრით ადამიანები ბოროტები იმიტომ ხდებიან, რომ სხვისგან ცუდ მაგალითს იღებენ და ბავშვობაში მშობლებს არ უჯერებენ. სამოგზაურო დიდი სიამოვნებით წავიდოდი მადრიდში და დავესწრებოდი ელ კლასიკოსს. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. შემდეგი ოცნების საჩუქარი იქნება ელექტროსკუტერი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემი ბიძაშვილ გოგა აბულაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი მე-12 საუკუნის საქართველოში. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან ერთად გართობა, PlayStation 5-ის ჩუქება და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.